ოსლოს ახალი ეპისკოპოსი ყველაფერია გარდა ჩვეულებრივისა. სუნივა გილვერის არატრადიციულმა სტილმა ძალიან ბევრი ადამიანი გააოგნა, მაგრამ თავად გილვერი ამბობს, რომ მას ნორვეგიის პროტესტანტული ეკლესიის განსხვავებული სახის ჩვენება სურს. როცა ეკლესიაში იოგას მსახურებას ვატარებთ, ეს უბრალოდ მსახურებაა, ქებადიდებაა. ეს ლოცვისა და სახარების კითხვის კლასიკურ ელემენტებს მოიცავს, მამაო ჩვენოს წარმოთქმასა და მოკლე ქადაგებას. გილვერი მხარს უჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას და ეწინააღმდეგება აბორტის უფლების შეზღუდვას. მას არ აქვს მანქანა და დაახლოებით 10 წელია, რაც თვითმფრინავით არ უმგზავრია. ის პატარა სტუდიოში ცხოვრობს და არა ეპისკოპოსის ოფიციალურ რეზიდენციაში. ფიქრობ, სუნივა დიდებული მაგალითია იმისა, როგორი უნდა იყოს მღვდელი და ადამიანი. ის ძალიან კარგი ეპისკოპოსი იქნება. სუფთა და აქტიური ეპისკოპოსი, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის გულს მისწვდება. ვიდრე ეპისკოპოსი გახდებოდა, გილვერი ხშირად ჩნდებოდა თავისი შავი მაისურით, რომელზეც იკითხებოდა წარწერა, წყემსი. მინდოდა ყოფილიყავი როგორც ღმერთის ტრანსცენდენტური რეალობის შემხსენებელი, ასევე ერთგვარი მოსაწვევი ბარათი მათთვის, ვისაც საუბარი სურდა. უამრავი უცნაური და შესანიშნავი საუბარი მქონია ადამიანებთან, როგორც ქუჩებში, ასევე მაღაზიებში. ხალხი უბრალოდ მაჩერებს და მეკითხება, მართლა ეკლესიის მწყემსი ხართ? ხუმრობთ? არა, მე მწყემსი ვარ. შეიძლება ვისაუბროთ? კი, შეიძლება. შეგიძლიათ ჩემთვის ილოცოთ? კი, ასე ვიწყებთ და შემდეგ ძალიან ღრმა საკითხებზე გადავდივართ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.